სოხუმის რამდენიმე ფოტოც მაქვს ნანახი და აი რო ვუყურებ ხოლმე ესე ვფიქრობ რომ ეს ქალაქი არის გაყინული. აი მეტრო ეგრე როგორც შენ თვითონ რა ემოციური მაქვს. გრძნო საერთოდ, ანუ მე სანდროს და ქეკესაც ვკითხები და არ მოგერიდოს ამისი თქმა, იმიტომ რომ ისე როგორც არის სინამდვილეში, იმიტომ რომ შეუძლებელია მე და მამა შენი მაგალითად ერთნაირად ან და შენ და ჩემი შვილი ერთნაირად კონდეს ერთნაირი შეგრძნებები და ერთნაირი ემოციური ბმა ამ ყველაფერთან, ხო? რაღაცა ბუნებრივად ეგ სხვადასხვაობა იარსებობს, ხო? ემოციური ბმა სიმართლე რო თქვა, ეგრე ძალიანაც არ მაქვს მე სოხუმთან აფხაზთან, იმიტომ რომ მე არასდროს არ ვარ იქ ნამყოფი და ეს ვფიქრობ რომ თან ცუდი არის. იმიტომ რომ რეალურად ხმე რო სოხუმის ფოტოებს ხომ ნახულობ ხომ ინტერნეტში, ეთყობა რომ ეს ქალაქი არის გაყინული გეგო როგორც პრიპიატი. აი ჩერნობილის ის ბილის კატასტროფა სადაც მოხდა. პროგრესი არის ბელორუსის მხარეს ქალაქი. ბელორუსის მხარეს რო არის ქალაქი უკრაინაში, მაგრამ ვფიქრობ რომ ამ ქალაქის ნამდვილად ძალიან გაუმჯობესება და აშენება არის შესაძლებელი ძალიან ცოტა ხანში, თუ ეს საქართველოს ტერიტორია, როგორც საქართველოს მაგითი ამის ტერიტორია. ბოდიში? წარმოგიდგენია რეინტეგრაცია საქართველოს. წარმომიდგენია, მაგრამ ეს ვიცი რომ რთულესი იქნება, იმიტომ რომ ამ რეგიონში არის რეალურად ხალხს ჩვეულებრივ brainwashing-ს უკეთებენ. ხო, ეხლა რო ვთქვა რომ ეხლა იქ არის ესეთი მუხტი რომ საქართველოს ხალხი შევერთენ, ეს სიმართლე არ არის. არ არის ნამდვილად. და ვფიქრობ რომ ყველაზე კარგი გზა რომ ეს ტერიტორიები დავუბრუნოთ არის ეკონომიკური სიმჭიდროვე. საქართველოს ევროკავშირში შევიდა ეკონომიკურად გაიზარდა, მოუწევთ ამ ავტონომიურ რეგიონებს და ოკუპირებულ ტერიტორიებს, რომ საქართველოსთან რაღაცნაირად თანამშრომლობა გააგრძელონ, იმიტომ რომ მათ აწყობთ ეს ეკონომიკურად და მე ბუნებრივია, როცა საქართველოს ევროკავშირის ქვეყანა გახდება და აშენდება მთლიანად საქართველოს ამ ხალხს იმ ტერიტორიაში, ვისაც ეს რუსები brainwashing-ს უკეთებენ, მოუნდებათ რომ საქართველოს შევერთენ, მაგრამ ყველაზე რთული ნაწილი რეინტეგრაციის იქნება პოსტ-რეინტეგრაცია.